ჩვენის რეალური მიზეზი. უკვე თითქმის 12 საათია თბილისის და დედაქალაქის მიმდებარე ტერიტორია ციფრულ მაუწყებლობაზეა გადასული, თუმცა ზუსტი მონაცემები არ არსებობს, რამდენი ოჯახი ვერ ახერხებს ამ დროისთვის ქართული არხების მიღებას. არასამთავრობო სექტორის კვლევით კი მოსახლეობის თითქმის 50% ანალოგური სიგნალის გათიშვას მოუმზადებელი შეხვდა. პროცესის ხარვეზებზე საუბრობენ კერძო კომპანიებიც, მათი შეფასებით ახალ სისტემაზე გადასვლა ნაჩქარევად მოხდა. ითიშება პირველი არხის გადამცემი, მერე გამოვთვალთ მეორე არხის გადამცემს. ანალოგური მაუწყებლობა ტელერადიო ცენტრმა თბილისის სამაუწყებლო ზონაში დილის 10 საათზე გათიშა. ამ ეტაპზე უცნობია ზუსტად რამდენ ადამიანს აქვს ქართული ტელეარხების პროგრამების ნახვის შესაძლებლობა. მარეგულირებელ კომისიაში განმარტავენ, რომ კვლევა ამ საკითხთან დაკავშირებით არ ჩატარებულა. წინასწარი ინფორმაციით, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა set-top box-ების საშუალებით 300,000 აბონენტს უწევდა, თუმცა რამდენმა შეიძინა ტექნიკური მოწყობილობები ჯერ უცნობია. ესეთი კვლევა არ არსებობს, ფიზიკურად ვერ მოესწრებოდა აქამდე. ტექნიკურად გარკვეული პრობლემები შეიძლება იყოს 1-2 დღის განმავლობაში, თუმცა 21 საუკუნეში მაუწყებლობის გარეშე არც ერთი მომხმარებელი არ დარჩება. ეგრეთ წოდებული set-top box-ი, რომლის მეშვეობითაც ოთახის და სახურავზე განთავსებული ანტენის მქონე პირები ციფრული მაუწყებლობის პირობებში ქართული არხების ყურებას შეძლებენ მხოლოდ სოციალურად დაუცველების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ნაწილს დაურიგდა. სოციალურად დაუცველებისთვის ისინი სახელმწიფომ შეიძინა და მათი გატანა მოსახლეობას ადგილობრივი ფოსტის ფილიალებიდანაც შეეძლება. დანარჩენს კი set-top box-ების შეძენა 60-დან 90 ლარამდე ტექნიკის მაღაზიებში მოუწევს. ფასის გამო მოსახლეობის უმეტესობა მოწყობილობის შეძენას ვერ ახერხებს. პენსიონერის არ ამგონია რომ ხელმისაწვდომია. ანუ მარტო აპარატი 70 ჯდება, მე უნდა წახვიდე სადღაც კიდე კაბელი უნდა შეიძინო მაგის და ალბათ 1.80 ლარზეა. მოსახლეობა ისეთ დღეშია რომ ლუკმაპურს ძლივს გააქვთ თავი და ხა ტელევიზიაც რო დაემატება, იქ წამალი უნდა იქისა და ნამდვილად რთული იქნება და ძნელი იქნება ყველასთვის ეს. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა ნაჩქარევად მიაჩნიათ კერძო კომპანიებს. სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2, რომელიც 20 წლის განმავლობაში ანალოგური ფორმატით დამოუკიდებლად მაუწყებლობდა დღეიდან სიგნალს 2 ოპერატორის, სახელმწიფო ტელერადიო ცენტრის და სტერეო პლუსის მეშვეობით გაავრცელებს. დავდექით იმ პრობლემის წინაშე, რომ ფაქტიურად მაყურებლის დიდი ნაწილი თუ კი ეს იღებდა სიგნალს მხოლოდ ანალოგური მაუწყებლობით, სიგნალს ანუ ვეღარ გვიყურებს. სავარაუდოდ შეიძლება ეს აისახოს ასევე რეიტინგებზეც. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით მოსახლეობის მომზადებლობაზე საუბრობენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. 90% გამოკითხულთა ინფორმირებული იყო ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით, თუმცა მათი ნახევარი არ ჩართულა გადასვლისთვის მოსამზადებელ საქმიანობაში. დეტალური ინფორმაციის მისაღებად მომხმარებელმა ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს ხელხაზე უნდა დარეკოს. საგანგებო განცხადება ტელერადიო ცენტრმა დღის ბოლოს გაავრცელა. ციფრულ მაუწყებლობის სააგენტოს ცხელი ხაზის ოპერატორები მოსახლეობას 24 საათიან რეჟიმში აწვდიან კონსულტაციას და ტექნიკურ დახმარებას. მიწიზე და ანალოგური საეთერო სატელევიზიო გადამცემის სადგურები დედაქალაქის შემდეგ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ეტაპობრივად 6 კვირის განმავლობაში გაითიშება. ციფრული მაუწყებლობის სრული მასშტაბით ქვეყნის დაფარვა 25 აგვისტოს დასრულდება.